2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ საფრთხე შეუქმნა ჩემს ევროპულ მომავალს, ჩემს განათლებას, ჩემს განვითარებას. ჩვენ გვინდა ევროკავშირი, ჩვენ გვინდა ევროპული განვითარება, რადგან ევროკავშირი ჩემთვის და ჩვენთვის ნიშნავს განვითარებას, სამართლიანობის დამკვიდრებას. პროევროპულ აქციებზე გამოვდივარ იმის გამო, რომ ვფიქრობ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების უფლება წაგვართვა ამ მთავრობამ და ეს ევროკავშირი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ნიშნავს განვითარებას, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, სამართლიანობის დამკვიდრებას. საქართველოში საჭიროა ევროპული ფასეულობების დამკვიდრება, რაც ნიშნავს იმას, რომ მე მინდა საქართველოში გვყავდეს განათლებული პოლიტიკოსები, სამართლიანობის მოყვარული პოლიციელები, კვალიფიცირებული ექიმები და სხვა ის პიროვნებები, რომლებმაც იციან საკუთარი საქმე, უყვარს საკუთარი ერი და ცდილობენ მის განვითარებას. ჩემთვის ევროპა დემოკრატიულია ნიშნავს იმას, რომ მთავრობას ხალხის ხმა ესმის. ამჟამად ჩემი გამოხატვის თავისუფლება დგას საფრთხის წინაშე, გამომდინარე იქედან, რომ საქართველოში იღებენ ისეთ კანონებს, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებენ ჩემს გამოხატვის თავისუფლებას და თუ ასე გაგრძელდება, ჩემი გამოხატვის თავისუფლება იქნება ბოლომდე ჩახშობილი და ჩემი განსხვავებული აზრი აღარ იარსებებს ამ ქვეყანაში. ევროპა არის დემოკრატიული წყობის ქვეყნების ერთობლიობა, სადაც ადამიანის ბაზისური მოთხოვნილებები არის დაცული და რომ საქართველოში ზუსტად ასე იყოს განვითარებული დემოკრატია და ზუსტად ასე იყოს განვითარებული ის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რაც ადამიანებს გააჩნიათ. ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს საქართველოს ეკონომიკურად იმდენად განვითარებას, რომ შესაძლებელი გახდება, რომ ემიგრანტები დავაბრუნოთ სახლში და არ იქნება საჭირო მათი მუშაობა უცხოეთში ოჯახების შესანარჩუნებლად.